ეს არის ბაჩუკი დოღონაძე აპლოდისმენტები. არავის არის. საიდან? დაცნობის სახელით ხორცილში ვარ დაწყობარი მე მგონი ჩვენ. კიდე ერთხელ აპლოდისმენტები. მოგესალმებით, მივესალმოთ. მოემზადო? ესე იგი ხა ამ ანკეტაში რა უნდა საცხოვრებელი ადგილი თბილისი ვანი. ეცალა ჩემი მარშრუტის ხაზია. ჰობი. ჰობი გასა საინტერესო. იმიტომ ძირითადად ეს თბილისელს სულ ახასიათებს ან ვანელს. ან ორივეს ერთად. ისეთი რაღაც სერფინგი. იმიტომ ამ ორ ქალაქშია შეგვიძლია ამის პირობა ყველანაირი რომ სერფინგზე გიყვარდეს. და მე მაინც ხო იცი უფრო ისეთ საყვარელ კერძზე გავამახვილე ყურადღება ისრიმ მაყვალში წიწილა. ესე იგი ეს რომ წავიკითხე ამი მუშავდა სარიცხო ჯირკვლები. კარგია. საინტერესო. რა ვიცი შეგვიძლია დავიწყოთ მე რა უნდა გისურვოთ წარმატებების მეტი გისურვოთ წარმატებებს შემოგვიყვილო. 1 2 და 3 ერთხელ სარდაფში ვარ და ვსვავთ, და ეს ყველა მსახიობები და ჭოლას ვეკითხები, ჭოლას ლევან წულაძეს რომ ბატონ ლევან მე ვთხარი ვსვავ და ვერ ვთხრები თქო და წადი მე ექიმს გეესინჯე ბიჭო. ანუ ვერ ვთხრები თქო. გურული წევს ცოლქმარი და აი წამოწოლილია გურული და ცოლი ტრიალობს აპაშენ აბა რა შობიო ხალო რას ასობი და არჩევნებზე მივდივარ უეჭველი უნდა წევიდეო არჩევნებზე. აი არჩევნებზე მიდე ხო არ გაგიჟდიო ბიჭო პირადობაში არ გაქო პასპორტი შენ არ გაქო ვის უნდა მიცე ხმა ხო იმა არაო მაინც უნდა წევიდეო მე კაცო არჩევნებზე უეჭვ ხო და მაგერო კარებთანო კეტები აწყვიაო და როგორ გამაგეკიდებიან გასალახავად მარლელო მოასტრო სახში შეიცვიო რა რა არი მადლობა გაგეღიმა და რასანერვიულო ასე პრემიერის წინ არ მინერვიულია რას მერჩი გაგეღიმა ნიკოლოზ გაგეღიმა 50 ლარი შენია აპლოდისმენტები იცინეს და შვილივით 5 თუმანი შვილივით 5 თუმანი გავიდა ჯიბელი კარგი 5 თუმან საფახმელია მეორე 5 აბა რა შვილი ვაგზელებს რა თქმა უნდა 3 2 1 სი სამოკითხვა წყალქვეშ დოღონაძე ვარ ხურციძე ვარ დოლაბერიძე ვარ აბა საწახვალ თქვენი და ტიპი ათვალიერებს შიბაქებს და ეუნება პატარა არის შიბაქები გენაცვალეო გამყიდოს რა და მეორე ტიპი გვერდიდან აბა შენთვის თუ გინდა ეგერ ფეჩის კალენა იყიდებო და იყიდებო ბუფონი და ლორია მარშრუტკაში და ლორია გეიგიჟებს თავს ახლა მე ვიღებ ჩემ თავზე ყველაფერს და არ გინდა არა შენზეო რაცა დამოკიდებული ისე იღეო და მაგას მე გადავიხთიო მიუგო გამჭრიახლებ ბუფონმა გამიშრა მიუგვენა მოსრებულმა ბუფონი 104 აში მიუგვენა მოსრებულმა ჯანდუი კარგი ყველაზე ერთად გაგვეცინა ერს გაგვეცინა ერთად 100 ლარი შენია აპლოდისმენტები კარგია ვაგზელებთ ხო 200 ლარია წინ 1 2 და 3 შავკანიანი ბავშვები მეწოდება ძალიან მეწოდება ძალიან არ მკითხავთ ახლა რატო არ მკითხავ რატო კი ვერ გეიგე ბატონები როდის აქვთ ო ვერ მიხვდები მართლა გამოფოთლა რა ისე ბაზარაერთა ბატონებმა დამაინტერესა კარგია 200 ლარი შენია აპლოდისმენტები მეგობრებო ო ვაგზელებთ 400-ია წინ დრო თავიდან 1 წუთი თუ გააგზელებთ ყოველ ეტაპზე 1 წუთი 400 ლარია წინ გავშვებით რისკავთ კარგია 3 მოემზადეთ 2 1 ეხლა წარმოგიდგენთ სიტუაციას უთავო მხედარი ყელყურის ექიმთან რა უნდა უთავო მხედარს ყელყურის ექიმთან ნო ჩემი დიდი ბაბუაში ვაშკაცი იყო ძალიან
მე პატარა არ ვარ, მაგრამ იგი უშველებელი იყო და 1121 წელია, ბიჭო, დიდგორის ომია და თურმე საწყალი მისულა მეფესთან და უთქვია: მეფეო, აქანე რო აკვირდები, ნამეტანი ხორიალაა და წავალ მე სახშიო. ამარი ბძენი იყო ბაბუაჩი. აგანო ნამეტანი ხორიალო, მე წავალო. ნიკოლოზ, გევა მე ოთო აყვა. მე მაგალითად უფრო გამეცემ რომ ეთქვა ხიზი ხოზია. მაგრამ ხორიალა საცილო იყო ჩემი. კარგი იყო, ხორიალა. 400 ლარი შენია. კარგია, აპლოდისმენტები. მეხუთე წუთი წინ 1000 ლარი. გაშვებით? სულ კარგად ბზანდება. არა, წეგან ფერო. სინე და მოიგედა. ასე რომ და სულ კარგად იყო. საბოლოო გადაწყვეტილება 400 ლარი. მაშინ აპლოდისმენტები. დამსახურებული. მერე. გაიგო სეიფი. ცხოვრებაში არ მაქვს მოგებული სეგის გარდა არაფერს. გეღო ცოტა ხანს ეგ სათავეში. დიდი მადლობა. ვიდეოცავ გაიხარ. კარგი იყო. ეს გაიქნება ჩემი კედლები ბოთის ოთახის კედელზე. 400 საპატიო ადგილი ზაიგავი. კარგად იყავით? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გაიხარ. ძალიან მაგარი გადაცემა, უყურებ ხშირად. სახლიდან კი მეცინებოდა, მაგრამ პირადად რომ მივიღე მონაწილეობა, ძალიან მიოლი მეგონა თავიდან მაგრამ რო გავედი. ამიკან ყალდა ფეხები, გული შემეხუთა, ვითიშე, ეს არ ნერვიულია, მე მგონი პრემიერაზე თეატრში, რა ვიცი, ძალიან სანერვიულოა, მაგრამ კარგია. როცა იგებ, კარგია. მაგარია, მიდი, ითამაში და მოიგე. მოდი, შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. მრავალფეროვანი იყო უდაო. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ ყველა კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატებები უსურვო. შემდგომშიც თუ გიგვესტურებენ, უბრალოდ მე გიორგი და გიორგიზე დამწყდა ძალიან გული, ეს არ შემიძლია რო არ ვთქვა. იმიტომ რომ ყველაზე ძალიან რომელ ხუმრობაზეც ვიცინე თქვენს ამ ორმა ადამიანმა და უბრალოდ ჩემი აზრით არასტრატეგიულად იყო დალაგებული უბრალოდ ის ხუმრობები და ძალიან გული დამწყდა რომ თახის გარეშე წავიდნენ, მაგრამ იმედია მომავალშიც გვესტუმრებიან და უკვე ის პატარა ხარვეზი ექნებოდ გათვალისწინებული. ისე რა ვიცი, მე მგონი დღევანდელი დღე ძალიან კარგი იყო. მრავალფეროვანი იყო დღევანდელი დღე, სხვადასხვა ესე იგი ასე რომ ვთქვათ სტილის, ჟანრის, მიმართულების სიმმორი იყო. და ნუ დავითანხმები გიორგიზე და გიორგიზე მეც ნუ ძალიან სასაცილო იყო ის განსაკუთრებით რომეო და ჯულიეტა ნუ გვამახსოვრდა ძალიან ორივეს და დარჩენი რა ნუ იმით მოვაფენო რომ აი 17 წლის იყო ერთი მონაწილე ერთი 51 წლის ნუ 34 წლის მოკლედ ამ გადაცემაში კიდე ერთხელ ასაკი შეზღუდული არ არის ხო შეზღუდული არ არის და მართლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გამოვიდეს თავის ნიჭის დემონსტრირება და ამაში თან პლუს თანხმობა იყოს, რა ვიცი, ან კარგია და რა ვიცი, ყველას მოუწოდებ ამისკენ კიდე ერთხელ, რა ვიცი. მე მგონი კარგი გადაცემა ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მე მხოლოდ ეს დავამატებ. 25, 26, 27 შევხვდებით სად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კომედი გრუპის და კომედი არხის ძალიან მაგარ კონცერტზე. გემშვიდობებით ხოლო. აქ ერთი კვირის შევხვდებით და მე ვნახოთ რა მოხდება, ვინ წაიღებს ფულს.